მოგესალმებით, მეგობრებო, პატარა ვიდეო მინდა ჩაგიწეროთ ეგრეგორებზე. რა არის ეგრეგორები? ოღონდ ასტროლოგიის და ასტროფსიქოლოგიის თვალსაჩინო, ხო? ეგრეგორებსაც შევიყვანთ ხოლმე კარმაში, კარმულ სტრუქტურებში და ეხლა აგიხსნით, დაფაც მოვიტანეთ თუ დამჭირდა, ამასაც შემოგთავაზებ და ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება, შედარებით მოკლედ. ზოგადად რო აგიხსნათ რა არის ეგრეგორები. ოღონდ ასტროლოგიურად და პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ ახალი წევრი ბუჟღი ძალიან შიშა რა შემკატებს ისე გავს რომ ერთ ფერებში არიან ყველანი ფაქტიურად ეს იგი ჩემ მანქანის ქვეშ ვარ და მეზობლებად ამერიკაში შენ მანქანის ქვეშ არის კატაო რომელიც ფეხებს ვერ ანძრევსო რაღაცა ჭირსო და ჩავედი წავიყვანე კლინიკაში აღმოჩნდა რომ ენჯები აქვს მოტეხილი სახე დაგლეჯილი აქ წერილობები აქვს ბუჟღი კოკო ხო და მოკლედ ერთი კვირა კლინიკაში დავდიოდით დილი და საღამომდე ვიყავით იქ და გაჯაცა პატარა ძალიან ცოტი ხო მართლა გადაცეება ქონდა და მთელი ღამე თურმე სველი დამტროული ეკდო პეტალა და ეხლა არის ჩემთან გადის რეაბილიტაციას, ესე იგი ფიზიკური რეაბილიტაცია გაიარა და ეხლა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციას გადის. და ხედავთ როგორი შიშინებული არის, ყველაფრის ეშინია. ხო და ნენელა უკვე თამაში დაიწყო და ესე შემდეგ. ეხლა რატომ მოგიყევით ეს ამბავი? აი თუნდაც ეხლა როცა აი ამ ფიზოზე ვლაპარაკობ, ყველა ენერგიას აქვს ეგრეგორი მეგობრებო. აი ასტროლოგიაში როცა ვლაპარაკობ, მაგალითად კერჩხები, კურო, იქ იუპიტერი, იქ ურანი, მაგალითად ამ ყველაფერს გააჩნია ენერგია, ეგრეგორული ენერგეტიკა, რომელიც აერთიანებს, აი მთლიანობაში აერთიანებს ერთ რაღაც აი ესეთ თემას. მაგალითად, პოლიტიკას აქვს თავისი ეგრეგორი სიტყვაზე. იქ ხაცა ისეთ ფილოსოფიურ განხრას თავისი ეგრეგორი აქვს. ყველა სფეროს თავისი ენერგეტიკული ეგრეგორი აქვს. იქნება ეს სამედიცინო სფეროს მაგალითად თავისი ეგრეგორი აქვს. შესაბამისად ამ ეგრეგორებში არის გაერთიანება, მოკლედ აი ეს არის. იცით ფისუნი წაწაწილადა. ორივე ეგეთი მყავს. მესამეც ესეთი აღმოჩნდა. ხო და რა არის იცით აქ საინტერესო რომ ყველა სფეროში ეგრეგორი ეს არის ენერგეტიკული სტრუქტურა აი ავიღოთ სამედიცინო სფერო მაგალითად ხო აი სამედიცინო სფერო რომელშიც არის გაერთიანებული მთელი ესეთი მედიცინის ენერგია სხვათა შორის მისი ოპოზიციური ენერგია თევზები ანუ ქალწული ხომ მართავს სამედიცინო სფეროს და თევზები ეს არის სულიერი მეცნიერებები მაგალითად ხო ეს არის რელიგიები ეს არის აი სულის სამკურნალო ენერგეტიკა თევზური ენერგეტიკა და ერთ დიდ მასშტაბში ეს მთლიან ერთ დიდ ეგრეგორს წარმოადგენს თუმცა პატარ-პატარა ეგრეგორებიც აქ ცალკე არის რომელიც კიდე უფრო მიჯნავს ხო ამ ყველაფერს ეხლა მაგალითად როცა ლიტერატურაზე ვლაპარაკობთ კომუნიკაციაზე ვლაპარაკობთ ხო ეს არის ტყუპების ენერგია აგე რო ავიღოთ ეს არის წერა მაგალითად აი ფილტრებიდან რო ინფორმაცია მოდის ნაკადი ინფორმაციული ხო ენერგეტიკულ დონეზე როცა ადამიანი მაგალითად ჩემს წინ დგას მის შესახებ ინფორმაციებს ხო სადღაც უნდა უცებ ავისხლიტავდე ანუ ენერგოინფორმაციული ენერგია უნდა მოდიოდეს ადამიანისგან ანუ ჩვენ ენერგეტიკას ინფორმაციასთან ერთად ვიზიდავთ ხო ეს ინფორმაცია ზოგჯერ არის პირდაპირ ინფორმაციული ველი, რასაც ქვია. და აი ეს ინფორმაციული ველი, მშრალი ინფორმაცია, აი სუფთა ინფორმაცია, ეს არის ტყუპების ენერგია ჩვენთან. მისი ოპოზიციური ენერგია, მშვილდოსანი, ეს არის აი ამ ინფორმაციებს რო ვიღებ, ნენელა მე მსჯელობას ვიწყებ, მე ვაანალიზებ ამ ყველაფერს და უკვე ჩემი შეხედულებები მიყალიბდება რაღაცეებზე, ხო? მაგრამ ერთმანეთის გარეშე ესენი არც ერთი არ გამოდის. თუ ახლა სულიერ მკურნალობაზე და იმაზე რომ მივდგები, ახლა ძალიან ბევრი ლილიტი ქალწული და ლილიტი თევზი ერთ სიბრტყეში არიან. ორივე შეიძლება ფანატურო, აი ახლა იმას რო დაემართა მაგალითად საინთოლოგია რო არის, ხო? ესეთ მეცნიერება რელიგიის დონეზე. ლილიტი ქალწულებისთვის კარგი საკინკი არის, აი ესე დიდ სურათში რო ავიღოთ. არანაირი განსხვავება არ არის ოპოზიციური ენერგია არის რელიგიური ფანატიზმისგან და
აი რაღაც მეცნიერული, ოღონ რელიგიურ მეცნიერული ფანატიზმისგან, ხო? და საბოლოო ჯამში ეს ერთი ენერგია არის. ერთმანეთთან დიდ სურათში ცოტა მაღლა რო ავდივართ, ეს ერთ სიბრტყეზე ჩანს. იგივე არის ესეც, ტყუპები, მშვილდოსანი, ერთი ღერძი არის. მე თუ ერთი ენერგია მაქვს, აუცილებლად ოპოზიციურ პოლარობაში ვარ, ხო? და იმ პოლარობაში, მთლიანობაში უკვე როგორც ეგრეგორი ესე ყალიბდება. ეხლა წარმოიდგინეთ ამ ეგრეგორთან ჩვენ ან რაღაც პოზიტივი გვაქვს გაკეთებული, ან რაღაც ნეგატივი გვაქვს გაკეთებული, ხო? აი თუნდაც როცა ვამბობთ ხოლმე, აი ვერძის ენერგია, ხო? ან ლომი ვერძი ავიღოთ, რომელიც ინდივიდუალურ მე ენერგიასთან არის კავშირში, ხო? რამდენადაც მე კარმულად მთელი წინაცხოვრებები ყვებავდი ამ ეგრეგორს ნეგატივით, მაგალითად, ხო? აი სრულ ნეგატივით. სულ მეშინოდა პირადი ინიციატივა. პირადი ინიციატივით ვაზიანებდი სხვებს, მაგალითად, ჩემ თავს ვერ ჩოდი ცუდი აზრებით, რომ შენ ცუდი ხარ, ამის პროექციას ვახსენდი და სხვებს ვანადგურებდი, სინამდვილეში ჩემ თავს განადგურება მინდოდა. დიდი აგრესია და უკმაყოფილება დაგროვდა ჩემს მიმართ, ხო, ჩემ თავში. იკვებება აი ეს ნეგატიური ეგრეგორი და ღრუბელივით იქნება ეს ჩვენთან დიდი ღრუბელი რო ავიღოთ ენერგიის უკვე და აი ამ ენერგიაში უკვე აქ აღარ არის სუფთა წერტილი ფაქტიურად რომელმაც მე შეიძლება მირჩიოს აქ როგორ მოვიქცე სწორედ რომ აი ეს სწორი ეგრეგორი რაღაცნაირად გავათანაბრო უფრო სწორად, ხო? გავასუფთავო ეს ჭუჭყიანი წყალი, მოდი ესე ვთქვათ, ენერგოინფორმაციული ველი. ოღონდ ეს ჩემში კი არ არის ეს ეგრეგორი. ცაზე ხო არის რაღაცა ენერგიები, ხო? სამყაროში არის ენერგიები მაგალითად. აი თუნდაც ფილოსოფია ვინმეს ხო არ ეკუთვნის სიტყვაზე, ხო? ესე იგი, არის რაღაც სამყაროში ეს ენერგია. ეს ენერგია ზევით არის და მე თუ ამ ეგრეგორთან რაღაცა ნეგატიური კავშირი მაქვს და ამას ვაბინძურებ, ხო? ამ ეგრეგორს უკავშირდები უკვე მის ნეგატიური კუთხით. მაგალითად, ეს უკვე როგორც დაბინძურებული ენერგია, უკვე ეს ჩემზე ზემოქმედებს. ანუ ფაქტიურად ჩემით იკვებება, ესე ვამბობთ ხოლმე. ეს ძალიან ეზოთერული კუთხით რო გითხრათ. მეორე კუთხით არის ამოტრიალება ენერგიის. აი მაგიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ აი ნეგატიური ასპექტები ეს ნიშნავს, რომ აი პლანეტის თუ ნიშნის თვისებას ვატრიალებთ და უკუღმა ვუყურებთ, ხო? მაგალითად, როცა აი ამ ენერგიაზე მიდგება საქმე. ტყუპი მშვილდოსნის ენერგია. ლილიტზე უფრო ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ეგრეგორული ენერგია, ეს კარმული ასპექტები არის მეგობრებო და კარმას თუ დაზიანებულად უყურებთ, ეს ლილიტური ენერგია. დაღმავალი კარმული კვანძის და სატურნის ეგრეგორთან არის კავშირში. რაღაც კუთხით, ოღონდ აი ეს ამოტრიალება და ენერგოინფორმაციული ველის დაზიანება, დაბინძურება, როგორც წესი, ეს ლილიტიდან მოდის. შემდგომ ეს ენერგია, ეს ეგრეგორი ჩვენ როცა იქ სულ ყველაფერს ვაფუჭებთ, მაგალითად, ხო? ნაკლებად შეუძლია მან ჩვენ გვემსახუროს და რამე კარგი გაგვიკეთოს. პირიქით, იქ უფრო როგორც კი შევდივართ, ახლა მარტივად რო აგიხსნათ, ხო? ლიტის ზონაში ისეთ სიბინძურში შეიძლება გავეხვეთ, რომ საერთოდ ჩვენ ახლა ამ ასპექტში მანდა არ ვიყოთ, მაგალითად. აი ხშირად მინახავს, აი ბევრს აქვს ჩვენთან პოლიტიკაში ლილიტი იუპიტერის შეერთება და ლილიტი მშვილდოსანი. ანუ ეს ორივე ეგრეგორულ ენერგიაში მართავს მშვილდოსანს, ფილოსოფია, რელიგია, ფართოხედვები. მშვილდოსანი არის, აი ტყუპები თუ არის რომ დღეს ეხლა უნდა მოვწვა რა გავაკეთო. მშვილდოსანი არის შორს მავალი ხედვა, რომ მე შორს ხედავ, რომ ეხლა რაც ხდება, მომავალში რა იქნება. აი სელენა მშვილდოსნები ძალიან კარგად გამიგებენ. ძალიან კარგი შორს ხედველური ენერგია აქვს, აი რაც არ უნდა ეხლა არ იყოს წიგნიერი ადამიანი, მაინც რაღაცებს წავენ ხოლმე რა. აი შორს მავალი ხედვა აქვთ. ეს იგივე არის მაღალ სართულზე რო ავიდე და ზევიდან გადავიხედო, ხო, უფრო ფართო ისა მაქვს ფართო ხედვა მაქვს, ხო? შესაბამისად, როცა არის აქ შავმთვარის ენერგია, მე ხვალინდელზე ვერ ვფიქრობ, ან მოკლე ხედვა მაქვს. აი საქართველოს აქვს რუკაში, შავმთვარი მშვილდოსანში და აი სულ მაგ პრობლემა გვაქვს, რომ შორს მავალი ხედვები მაინც აი პოლიტიკურად თუ ქვეყნის სტრატეგიულად მაინც არ გაგვაჩნია, დღევანდელობაზე არის ხო უფრო მიმართული. ანუ მე როდესაც შავმთვარი ვისაც მშვილდოსანში ყავს რო ხვდები,
ან მანდიჭედებიან სულ რომ ფართო ხედვა არ აქვთ, ან ეძებენ სულ ამ ხედვას, ან ბრაზებიან ვიღაცაზე რატო არ აქვთ ფართო ხედვა. ეხლა მე ძალიან შაბლონს გიყვებით სტერეოტიპულ შულდოსანზე, თორე ბევრნაირი შეიძლება იყოს ადამიანი, ხო? ბევრნაირად ავლენდეს ამ ენერგიას. და აი აქ, როდესაც ამ ენერგიის ადამიანს ველაპარაკები, შავ თვალებსაც შულდოსანში ხავს, ხო? მაგალითად, ხო? აი ვაწყდებით ამ ენერგიას, რომ ან ზედმეტად ყველაფერს ზედა სურათში აიყვანს, საერთოდ რო არ არის საჭირო, ანუ ეგრევე გიწყებს ფილოსოფოსობას. როგორ ახარ? ეგრევე ფილოსოფიაში გადავდივართ. აი ყველაფერს გადიდება რა უნდა. თუ ესე არ არის ენერგეტიკულად, მაინც ესე ხდება. ფარულად, ძალიან ენერგეტიკულ დონეზე, აი თვითონ არის, აი ყველაფერი რომ გაამასშტაბიროს იმ ზონაზე, ხო? მაგალითად, თუ პირიქით ჩამთვარე როს არის ტყუპებში ან მესამე სახლში, ურთიერთობა მაქვს, ადამიანი არის, ჩაირთვება, გამოირთვება კომუნიკაციაში, ჩაირთვება, გამოირთვება. არ გისმენს, გგონია უბრალოდ, რომ ძალიან კარგად გისმენს. მე თვითონ ირთვება ლაპარაკობს, მე უცებ გამოდის კომუნიკაციიდან, მე შემოდის კომუნიკაციაში. ოღონდ ეს შეუერაღებული თვალით ძალიან რთულად შესამჩნევი არის. ღრმად ვისაც აქვს ამის ხედვა, ის კარგად ხედავს, ხო, ენერგიას ვინც გრძნობს, აქ ახლა ინტელექტით ასეთ რაღაცებს ვერ დავინახავთ, ხო, ანუ ჭკუით გონებით ვერ დავინახავთ, თუმცა არიან ადამიანები ამდენს ხვდები. ეხლა რაში არის საქმე? თუ ეს ენერგეტიკულად მე დაბინძურებული მაქვს, ველი? რა შეიძლება აქ იყოს? აი ადამიანი ავიღოთ, ჩემი კაცუნა, ცნობილი, მის თავში რაღაცები ხდება. აი ინფორმაციული, ენერგოინფორმაციული დონე აქვს ახლართულ-დახლართული. აი ეს ლილიტი, ტყუპი, მოდი ამასაც კაცუნა გავუკეთოთ. ყველაფერს ჩაიყრის თავში აბსოლუტურად გაუფილტრავად. ანუ ფარი არ აქვს, გახსნილი არის ენერგეტიკა და მთელი ინფორმაციული ველი იყრება აქ. ფილტრი არ არის. ხო? და აქ უკავშირდება უკვე რაც კი რამე ნეგატიური მოდის, ოღონდ აი ამ გაფუჭებული ეგრეგორის ველიდან ყველაფერი მოდის ამასთან. სელენა ტყუპი რო ავიღოთ, მაგალითად, ხო? სელენა დამშულისა შულდოსანი ტყუპი. აი აქ სელენა ტყუპი, ეს არის სუფთა ინფორმაციული ველი, ენერგეტიკული ველი, ეგრეგორი, მოდი ესე ვთქვათ. აი ამ ეგრეგორთან, როცა კარგად აგვაქვს საქმე, პირდაპირ შემოდის სუფთა ინფორმაცია და ამ ადამიანის ენერგეტიკული ინფორმაციული ველიც იფილტრება და ჩემთან მოდის პოზიტიური ენერგია. ანუ მე ვისხლიტავ აქ რაც კი ქაოსი აქვს ადამიანს. შესაბამისად, მე არ მიჭირს ამათთან ურთიერთობა. მე ვიხსნები, პრობლემები არ აქვს, მაგალითად და ძალიან შიდად საყვარლად ურთიერთობ. და ამას შეიძლება ამ ადამიანზე ნეგატიური წარმოდგენა ქონდეს, ამას კარგი წარმოდგენა ქონდეს, ხო, ეს კაც უნდა რომ გავაკეთოთ აქ. რატომ? იმიტომ რომ მე აქ ნათელ ეგრეგორის ფილტრით ვუკავშირდები ამ ადამიანს. ეს კიდე ნეგატიური ეგრეგორის ფილტრით უკავშირდება. აღასაგები არის. კიდე უფრო ისე რომ დაგიხატოთ, რატომღაც დახატვა უფრო ვაიმე. უფრო ჩანს ხოლმე. ვაიმე, ესე აქედან ამოვიღე რაღაცეები, რომ ამ მაიმუნებმა იმოძრავონ თქო და ყველაფერი ჩამოინგრა. ესე იგი ავიღოთ აგერ ეს და ეს ნათელი ეგრეგორი, რომელიც აქ ადამიანებთან ჯგუფთან შემოდის ნათლად, აი აქ კიდევ ნეგატიურად შემოდის მაგალითად. და ეს თელი დაბინძურება შემოდის. ერთი და იგივე ადამიანი არის აქ არა. ორი განსხვავებული რეაქცია. ეხლა რა არის ყველაზე საინტერესო? აქ რაც კი ამ ადამიანს რამე ნეგატიური აქვს, ყველაფერი უფილტროთ მიდის ამ ადამიანთან და იღებს ეგრეგორულ ენერგეტიკულ დაბინძურებას ეს ადამიანი. ანუ მის მენტალურ ნაკავს ამუშავებს ლილიტი ტყუპი. მაგიტომ არის რომ მე ითიშება საერთოდ კომუნიკაციიდან და გადის კომუნიკაციიდან, ხო? ან ირთვება, გამოირთვება. ან თვითონ არის მუდმივი წყარო ენერგოდაბინძურების, სულ ტელეფონს ვერ ეკვას, სულ კომუნიკაცია, გაბრუება ადამიანები, საერთოდ ვერ იაზრებენ ზოგჯერ, აი ხა ძალიან ისე ძიმეთ რო ახსნა, ხო? აი პირდაპირ აი ეს შეერთებული მაქვს რა, ამ ეგრეგორთან, ზედაპირულ ენერგეტიკულ ველთან, აბსოლუტურად არაფრის მომცემ კომუნიკაციაში და პირდაპირ ვუშვებ ფილტრის გარეშე ადამიანებთან. ანუ ეს წყარო ვარ მე ამ შემთხვევაში. ოღონდ პირდაპირ გადავცემ არქივარ.
პირდაპირ ენერგეტიკული არხი ვარ ნეგატივის გადამცემაზე. წარმოიდგინეთ, ახლა ყველა ნეგატიურ კარმულ ასპექტთან აი ესეთი ეგრეგორიული ენერგია ერთვება. და ყველასთან არის აი ეს გადამცემი ხაზი, რომელიც სიამოვნებაში ჩვენ ვართ გამტარი ენერგიის. და რაღაცა არის, აი ახლა აქ ცოტა ასტროფსიქოლოგიურად რო აგიხსნათ, ხო? აი ეს ასპექტი რაღაცა გადამცემი ხაზი არის, მოდი ჩემში ენერგეტიკული სტრუქტურა, აი აურაზე რო ვლაპარაკობთ, ხო? აურული ფენები რო ავიღოთ აქ. სადღაც აი ამ ეგრეგორთან რო შევეხე კარმულად, აქ სადღაც მოხდა დაბინძურება, რატომ? ან შემეშინდა წინა ცხოვრებებში სადღაც, ან განვიცადე რაღაც ძალიან, ან დიდი ტკივილი ვიგრძენი. აი მაგალითად მე პირადად მაქვს სიკვდილის და ცვლილებების ეგრეგორთან ნეგატიური კარმული გამოცდილება. მოდი ესე ვთქვათ, აი ესე რო ავიღოთ, ეს სიკვდილი, ენერგეტიკული ველი, ენერგიები, მაგალითად ზოგადად, აი ენერგეტიკა, რასაც ქვია, ხო? და მაქვს აქ ცუდი გამოცდილება კარმულად, ხო? ეს რაც ნიშნავს, ხო, ჰიპნოთერაპიაზე ორნაირი ნახე. ერთხელ სიკვდილი იყო ძალიან ამაყი, თავისუფალი, ესეთი ხალისიანი, ოპტიმისტური, მეორე სიკვდილი იყო შიშით. ანუ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა და ძალიან შემეშინდა. ესე იგი, ზოგადად სიკვდილში კი არ არის საქმე. აი თვითონ იმ ენერგიასთან, რაც იმ პროცესში მოხდა, იმ მომენტში იყო რაღაცა შიში, რომელიც სიკვდილთან ასოცირდა, ხო? ანუ რაღაცა მოხდა ისეთი, რამაც დაატრიგერა ჩემში ღრმა შიში. შესაბამისად, ამ ენერგიასთან, ხო? არის უკვე ნეგატიური კავშირი, ეგრეგორული ნეგატიური კავშირი ჩემგან, რომელიც იკვებება აი ეს შიშით, იკვებება ეს ენერგეტიკული კავშირი. აი ამ შიშით, ხო, რომელიც ჩაჯდა. ანუ ეს არსაიდან არ გაჩნდა, არ არის ეგრე. ეს არის კარმული გამოცდილება, რომელიც ვერ ვიტყვით, რომ ეს ბოროტება, ნეგატივი ან უბედურება არის, ხო? შეიძლება აქ მიწიერ დონეზე ძალიან სულად გამოიყურებოდეს, როცა ლიეტის ზონაში შევდივართ, ხო? ან ძალიან გაუგებრად გამოიყურებოდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში არის ეს ის ენერგია, რომელიც არის გადასალახი. აი რო ჩავიჭრებით სადღაც გამოცდაზე და არავის მე ვამემზადები და კიდევ დავბრუნდები. და ნახოთ, აბა იქნებ არ ჩავიჭრა. ზუსტად ეს თემა არის. ხო ხდებით? ანუ დიდ სურათში, ზედა სურათში ეს ესე ჩანს. მიწიერ სურათში ეს ჩანს, ჩავხლავდი, საშინელება დამემართა, ბოროტების წყარო ვარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ მთელი ეს ღერძი ყალიბდება აქ. ესე იგი, როგორი თემა არის აქ, რომ მოვა ჩემ ცხოვრებაში მუდმივად, ან ადამიანები, რომლებიც ან უნდა დავკარგო, ან უნდა რაღაც პროცესებში მომიწიოს თავიდან დავიბადო, ან მომიწიოს ენერგეტიკულ თემებში კარგად გავერკვე, რომ აი ეს რაღაცნაირად გამოვიცხოვრო, დავწვა ეს ენერგია, ხო, ეს შიში, აგრესია, ნეგატივი, რაც არის, რომელიც ყველას აქვს, ყველას თავისი ხარისხით აქვს. ამ ენერგიას სანამ ესე არ დავწვავ, ეს მუდმივად გააგრძელებს კვებას. ხო? და მე ვიქნები მუდმივად გამტარი ან ვიღაცის ნეგატიური ემოციების და ნეგატიური ენერგიების. ან მაგალითად მე თვითონ ვიქნები ჩაკეტილი რეტროფლექსიაში, მაგალითად ჩემს ნეგატიურ ენერგიასთან და ამას ვატრიალებ სიტყვაზე, ხო? ანუ ეგრეგორული კავშირით რა არის? კიდე მეორე ყველაზე კარგი გამოსავალი. აი ამ ენერგიებზე ვიმუშაო, როგორც ჩემ თავს დავეხმარო ცვლილებების განხორციელებაში, შევცვალო ჩემი თავი, შევცვალო სხვები მაგალითად, ხო, რაღაცაში. რაღაცის ტრანსფორმაცია მოახდინო, ძველი წყენები გამოვისყიდო, ესე ვთქვათ, თუ გაუშვა, ანუ მთელი ეს ეზოთერული ბლა-ბლა, რასაც ქვია, ამას ვაკეთებთ, ნელ-ნელა აი ეს სუფთავდება თითქოს ეს ნეგატიური კარმა. ხო, და აქაც არის როგორი რაღაც, იცით, რომ აქ უნდა იყოს პოზიტიური კარმა. ამის დახმარებით, სადაც აი აქ აურაში, სადღაც არის ასევე პოზიტიური ეგრეგორული ენერგია და მე თუ ამ ენერგიაში სუფთად ვაკეთებ საქმეს,
აი ესეც იწმინდება ავტომატურად. აი სელენა ლიეტის ღერს რო ვიძახი, სატურნი იუპიტერის ღერს რო ვიძახი, კარმული კვანძების ღერს რო ვიძახი, აი ენერგეტიკულ დონეზე გელაპარაკებით. ახლა ეზოთერულად ასტროფსიქოლოგიაში, უკვე ასტროენერგეტიკულ ფსიქოლოგიას ვეძახი ხოლმე გარკვეულწილად ამას, იმიტომ რომ სანამ ჩვენში აზრებთან გვაქვს ურთიერთობა, აუცილებლად ენერგეტიკულ ველს ვეხებით აქ პირდაპირ, რომელსაც ფსიქოლოგია ხა მაინც ვერ წდება მაგას. აი, როდესაც არის, მოდი ესე ვთქვათ, ლომური ენერგია, ხო? შავი მთვარე ლომი, შავი მთვარე მზესთან ერთად შეერთებაში, მაგალითად, ან კვადრატურა ოპოზიციაში, ან მეხუთე სახლში მაგალითად, ხო? აი ეს ავიღოთ ენერგია, ეგოს თემები. ვინ ვარ მე? ეს ლომი არის, ხო? ამასთან არის სულ გამოწვევები, სულ ეჯახები, ან ყალბი მე, ან თამაში მესი, იმიტომ რომ მე მეშინი არ გამოვლინდა ნამდვილი მე და სინამდვილეში საკუთარ თავთან აქვს, ხო, პრობლემა აქვს, აი ესე რომ ანუ სიყვარულის ეგრეგორი ავიღოთ, ეგოს ეგრეგორი და ვინ ვარ მეს ეგრეგორი. აი აქ არის ნეგატიური კარმა, ანალოგიური სქემა ირთვება აქ. და მიდის იგივე პროცესი. მერე ზოგჯერ შეიძლება ისე თვითონ იქცეოდნენ, რომ აღარ მინდა ხამ დეტალებს ჩაუღრმავდე ეს პირად კონსულტაციებზე უფრო ხვდებით ხოლმე და უფრო პრაქტიკულად გავდივართ ამას, ხო? იმიტომ რომ ყველას გვაქვს ეს ენერგიები, ეს ლითის ენერგიები, მეც მაქვს, ყველას გვაქვს და აქ ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩავხედოთ ვაიმე ეს რა ხდება პირიქით, უნდა დავინახოთ აქ, რომ ამ ეგრეგორთან და აი ამ ინფორმაციულ ველთან ეს არის როგორც გამოცდა და ამას უნდა შეხვედრა და მე ამაზე მუშაობა, ხო? როცა მუშაობაზე ვსაუბრობთ, ეგრეგორულ ენერგიაზე მუშაობაზე ვსაუბრობთ, ხო? აი ახლა როცა მაგალითად შავი მთვარე თევზებში რო ყავს ადამიანს, ან მე-12 სახლში შედის ეკლესიაში. ну იქ ახლა კომბინაციებია კიდე საჭირო. ეკლესიის ეგრეგორი როგორ შეიძლება რომ ნეგატიური იყოს, მაგრამ არის კარმულ ესოთერული ასტროლოგიით, მისთვის ამ ადამიანისთვის შეიძლება ეკლესიურ ენერგეტიკაში უფრო ენერგოდაბინძურება ქონდეს, ვიდრე პირიქით ენერგეტიკული გასუფთავება. რაც იქ სელენა ან იუპიტერის შემთხვევაში პირიქით ხდება, ხო? ესე იგი, ნებისმიერ ეგრეგორს, ნებისმიერ ენერგეტიკას აქ ორი პოლუსი, ერთი არის სუფთა ენერგია, მეორე პირიქით დაბინძურება. მე რო შევიდე ეკლესიაში, მე იქ პრობლემა არ მექნება, არა მაქვს ეს დაზიანებული საერთოდ პირიქით ფარველის მისის მანდ, ხო? და მე რო შევიდე იქიდან გამოდივარ, გონება მეხსნება, სხვანაირად ფიქრს ვიწყებ, რაღაცები უკეთესად მიდის, ანუ სერიოზულად გრძნობ თვითონ ენერგეტიკულადაც გრძნობ ხოლმე, რომ it's okay, რაღაცები კარგად მიდის. ანუ ამ ეგრეგორთან უკვე პირდაპირ ნაცადი მაქვს, რომ აქ მე ყველაფერი კარგად მაქვს, მაგრამ როდესაც ნეგატივთან შევდივართ, ხო, კონტაქტში ხალხი წითელში რომ მიყვება, რომ ეკლესიაში დადიოდა და იქ პრობლემები შეექმნა, რა თქმა უნდა, შეექმნებოდა პრობლემები. ან ლიტიკალწელის შემთხვევაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები რო არის, ხო? ან რაღაცას რო ვერ ალაგებენ, მაგალითად, რწმენასთან დაკავშირებით პრობლემები შეიძლება იყოს საბოლოო ჯამში, ხო? ეს თემები, ეს არის ეგრეგორული ენერგეტიკა. როგორც კი მე შევდივარ რაღაც სფეროში, შევდივარ ეგრეგორში. აი მე თუ პედაგოგიკაში ვარ, შევდივარ ეგრეგორში. ეხლა ეგრეგორული თემაში რო გითხრათ, ხო? აი მე მაგალითად გითხარით წინაზე, რომ აი ამ სიკვდილის თემასთან არ წავშლი. მაქვს ნეგატიური გამოცდილება, შესაბამისად, აქ სულ რაღაცა ისინი უნდა მოვიდეს ჩემთან, ცოტა რთული ფორმით, გადალახვა უნდა მომიწიოს, სიმშვიდით მიღება უნდა მომიწიოს, რომ ნელა გავასუფთავ ეს თემა. ეხლა სელენას თემა ჩემი მე რასაც ვაკვირდებოდი, ხო? ჰიპნოთერაპიულად, აი რაღაც სულიერ სფეროში ვიყავი თითქოს სულ. ანუ რაღაც კვლევარი, რაღაც პერგამენტები და წერა და ინტელექტუალური მუშაობა, სულ ამას ხედავდი ყველა რეგრესულ ჰიპნოზზე, ხო? ანუ შესაბამისად, როგორც კი მე ამ სფეროში გადავდივარ, ენერგია სუფთავდება, იწმინდება და ეს ეგრეგორი ჩემთან კეთილდან წყობილი შემოდის. ამ ეგრეგორთან ვინც კი არიან დაკავშირებულები, სულიერი მასწავლებლები, სხვადასხვა რაღაც დადებითი ენერგიის სულები, ყველასთან მაქვს კავშირი. ანუ აქ ამ ეგრეგორს აქვს კავშირი სხვა სულიერ ენერგიებთან, რომელიც ასევე ამ ეგრეგორს კვებავენ. გაგიგიათ თქვენ ქრისტიანობის ეგრეგორი და მე მას თუ ემსახურები, იმას ენერგია უნდა მისცე და ესეთ რაღაცებს ამბობენ ხოლმე. სინამდვილეში ეს არის დაცვა, გადიხარ ამ არსებებთან და ამ ენერგიაში, აი
როგორ გითხრათ, როცა ესენი რო არიან, ხო იცით? მაგალითად როკმენი რო ხარ და ვინც კი როკმენი არის, შენი ოჯახის წევრები თუ ყურებ, შენიანია. ეს უზნაძის განწყობის თეორია, ხო იცით, რომ ვინც მსგავს ჯგუფში, მსგავს იმას ინტერესებს მაგალითად ფლობენ, ეს ავტომატურად ჩვენ სივრცეში შემოდის, ჩვენ ველში შემოდის, ხო? აი ესევე არის რაღაც ეგრეგორს რო ემსახურებით, ანუ იმ ენერგიას რო ემსახურები, ავტომატურად მათთან უხილავ ენერგეტიკულ კავშირში გავდივარ, ვინც ამას ემსახურება. და შესაბამისად, აქ არის უკვე ერთი დიდი ენერგეტიკული ველი შეკრული, სელენას ზონას როცა ვეძახი ხოლმე, ახლა რო აგიხსნა სტრუქტურა, ხშირად კონსულტაციებზე რომ მოდიან და სელენაზე რო ველაპარაკები, იქ ვარ გადასარევად, იქ არანაირი პრობლემა არ მაქვს, იქ თევზი წყალში ვარ თითქოს. ისე კარგად გრძნობ თავს, რატო? იმიტომ რომ მარტო ეგ კი არ არის მისი კარმული პროგრამებია და ამ კარმულ პროგრამებში სხვადასხვა ინკარნაციებში როცა იყო და ამას ემსახურებოდა ამ დროებში ეს არსება ჩვენი სული იქო არის ისევ იქ ვისაც შევხვდით დროსა და სივრცეში ის ისევ მეორდება ისევ არის მეგობრებო ეს ყველაფერი ის მე რაც ნახე ჩემი სულიერი მასწავლებელი სადღაც ტიბეტში მე რო ვლადიმერ ვენეიძეც მეხმარებოდა ხოლმე ამის გამოკვლევაში და ჰიპნოზეს უნახულობდი დღემდე თითქოს კავშირი აქვს ჩემთან დღემდე თითქოს რაღაც ეს რაც ვისწავლე იქ თითქოს ეხა ფანტაზიის დონე შეიძლება გეგონოთ ეს მაგრამ ეზოთერული ასტროლოგია ცოტა ესე უყურებს ამ ყველაფერს რაღაც კავშირები იმ წარსულ ცხოვრებებთან ჩვენ მაინც გვაქვს იმ სულიერ ლიდერებთანაც გვაქვს ან იმ სფეროში ხა შეიძლება ყველა სულიერ ლიდერი არ იყო და იყო არაჩვეულებრივი ექიმი, რომელმაც რაღაცა გამოიგონა ძალიან დიდი, ან მეცნიერი, რომელმაც ისეთი რაღაც გააკეთა, რომელსაც ახლა ვიყენებთ და მთელი პროგრესი დაძლია, ხო? და ამ ადამიანს აქვს უკვე ამ მის სულს აქვს ნიჭი, მისია და დავალება ფაქტობრივად, რომ ამ ზონაში უნდა იყოს. ეხლა ჩემი ვერძი, მაგალითად, სელენა ვერძებს რო ველაპარაკები ხოლმე, ახაც მქონდა კონსულტაცია სელენა ვერძთან, იმპულსებით აანთონ ვიღაცეები. აი ეს არის ჩვენი კარმა ხოლმე, რომ ჩვენი თავიც ნუ ჩვენს მოსწონდებული ვართ ამის პრობლემა არა გვაქვს. მაგრამ აი რაღაცნაირად სულიერად თქოს უნდა აანთო ყველა, ან ინიციატივით, ან თავდაჯერებულობით, მაგალითად, რომ შენ გამოგივა და შენ მაგარი ხარ და ეს ლიდერული უნარები, ინდივიდუალური უნარები უნდა განუვითარო ადამიანს, ხო? აი ამ იმპულსს ძალიან კარგად ვანთებთ. ოღონდ მე ზოგი ისეთების აგვითია რომ არ ვსახურებდნენ ამანთებას და მე რომ იცი რომ უარესია ეხა ეს რო ანთებ არა მაგით საჭიროა ხოლმე მაგრამ მაინც და შესაბამისად აი ამ წარსულ ინკარნაციებში ვისაც კი გადავყრევართ იმათთან მუდმივად გვაქვს კავშირი სანამ არ დავხურავთ ამ ენერგიას თქვა თუ ნეგატიური კარმა არის და თუ პოზიტიური კარმა არის ხო ეს მუდმივად აქ ენერგეტიკო ერთი სივრცე არის. წარსული ინკარნაციები, ის სულები, რომელიც სხვადასხვა სამყაროებში არიან, სხვადასხვა სფეროში, ოღონდ აგრძელებენ იგივე მათ სულიერ საქმიანობას. რაღაცნაირი ქსელი არის ხოლმე ჩვენში, უხილავი ქსელი, ენერგეტიკული ქსელი და ეს მე გიყვებით ვლადიმერ ბენეიძესთან ერთადაც რო ვიკვლევდი და მე რასაც ჰიპნოთერაპიებზე ვხედავდი, რასაც თერაპიულ პრაქტიკებში ამდენი წელი რო ვაკეთებ, მაგალითად ხა ინდივიდუალურ კონსულტაციებს, თუ ჯგუფურ კონსულტაციებს, ჯგუფურ შეხვედრებს სულ ეს ამოდიოდა. აი სულ ეს ღერძი ამოდიოდა, ვინცაც აქვს ჩვენთან კონსულტაცია და ვიდეოს უსმენ, მიხვდებიან, რასაც ლაპარაკობ. ამ ღერძზე წარსულ ცხოვრებებში, აი ამ ეგრეგორთან, ჩვენ არა მარტო ამ ენერგიასთან, ამ ენერგიას, ეს ცალკე ენერგია ესე არ არსებობს, ხო, ხალხი სულები იჭერენ ამ ენერგიას და აი ეს ენერგია რაღაც უფრო ნათელთან არის დაკავშირებული, ასევე რომელმაც შექმნა ეს ენერგია, სამყაროში შეიქმნა ენერგოინფორმაციულ ველში. აი ეს ფილოსოფია და აზროვნება, როცა ლაპარაკობთ, ხო? ის როგორც ენერგოსტრუქტურა სამყაროში არსებობს. ამ ენერგოსტრუქტურას ვინც ემსახურება, იმათ ქსელური კავშირი აქვთ ერთმანეთთან. ჩვენც თუ ვემსახურებით ამ ეგრეგორს, ამ ენერგიას, ხო, რომელიც სულიერ სამყაროსთან არის დაკავშირებული. ჩვენც ვიღებთ ამ დაცვას, კვებას პლუს და კავშირს აი ამასთან. ამ სულიერ ენერგიას მხოლოდ ამითი ვუკავშირდებით.
ოღონდ ახლა რა არის აქ საინტერესო, ვლადიმერიც უმეუბნებოდა ხოლმე, რომ ეს არის საცდური, აი ვარა მაგრა გამონდის, ვარა კარგი ვარ, აი ძალიან მარტივი, უხილავი ძაფი არის ვილითში გადასასვლელად. ეგო. ძალიან უხილავი ძაფი არის. ქრისტიანობაში არის ესეთი ის რომ აი სულ რომ იმცირებდნენ თავს, რომ აი საცდურია და მე არ უნდა ვიგრძნო რომ მე შესაძლებლობები მაქვს, ან მე ღმერთის რჩეული ვარ. ეგრე ძალიან მარტივად გადადის ეს ეგოში და ამ ეგოში გადასვლის პროცესში ჩვენ ზუსტად ჩამოვდივართ, ანუ აქ წყდება კავშირი და ეს ენერგია უკვე ქვედა სამყაროს ვიბრაციები არის. ამას ამ ყველაფერთან არაფერი აღარ ესაქმება. ეს არის ჩვეულებრივი პირადი მიწიერი ენერგია და ძალიან მარტივად, აი დაიწყებს ადამიანი თუნდაც ჩემთანაც, მეც შეიძლება ეგრე გავაკეთო, დაიწყებს საუბარს ამ ვიბრაციიდან და უცებ სახე ეცვლება და გადადის ამ ენერგიაში. აი ძალიან წამში. ამიტომ აი ვლადიმერიც ამბობდა, რომ აი ახლა რო ვილაპარაკო, შენ რამდენი დაცვა გაქვს მაგალითად, ხო? აქ ძალიან დიდი საცდური არის. მე რამდენი დაცვა მაქვს ამას რომ ვუყურებო, ჩემთვის ეს ძალიან დიდი საცდური არის. აი ზოგადად, ხო? აი ადამიანურ მომენტს ვამბობთ, ხო? და ეხლა რატო არის ეს საცდურები? ძალიან დიდი, რომელიც ლილითში გადავდივართ ავტომატურად, ხო? და აქ ვკარგავთ ამ ენერგიას და ამ ლილიტურ ენერგიას, სატურნი ლილიტი, მოდი ესე ვთქვათ, ერთ ღერთში შემოვიტანოთ. აი ამ ლილიტურ ენერგიას აქვს, აი აქ რო ავიღოთ დაბალ ვიბრაციებთან, დაბალ ასტრალს რო ეძახიან, აი აქ არის პირდაპირ აი ამ დაბალ ვიბრაციებთან პირდაპირი კავშირი. მაგიტომ არის, თუნდაც პოლიტიკაში რომ მოდიან ადამიანები, შავი ენერგიით, შავი მთვარით, ხო? ხშირად ვამბობთ ხოლმე ამას, ხათაშორის ბიძინა ივანიშვილს ზუსტად ყავდა პლუტონის შეერთება ზუსტ გრადუსში ლილითთან, თხიცქაში ყავს მას შავი მთვარე, ძალაუფლების, ხელისუფლების და მისი ის არის და აქ უკვე ჩანდა, რომ ის მოდიოდა აი ამ ენერგიით. ეს არის ხოლმე საცდურივით შავი ენერგია, აქედან იკვებება ეს ენერგია და იკვებება როგორ იცით, რაღაცები გამოსდით თავიდან, კარგად რომ აი შეგიყვანს სადღაც, არაფერი ის არ გაქვს, იქ თუ ლილიტი ძალიან უკვე არ გაქვს, აი შემდეგ ეს ამოგადენს ყველაფერი, შემდეგ ინკარნაციებში ეს მარტივად აღარ გამოგივა ყველაფერი, მაგრამ თავიდან აი ეს მიწის ენერგია ძალიან კარგად ყვებავს და კარგად ვართ. ანუ ვიღებთ ყველაფერს მიწიერს, მაგალითად და ოკეი ვართ. ან საცდურები შემოდის აი ამქედან, ჩვენ ლილიტი ხო იღებს საცდურებს. აქედან შემოდის ოღონდ ფიზიკურ დონეს. აი უფრო მეორე და მესამე დონე შავი მთვარის ეს არის წინა ცხოვრებებში უკვე რაღაცები დავაგროვე, კარმა ნეგატიური დავაგროვე და ახლა აღარც გამივა საერთოდ. აღარავინ აღარ მომცემს ამ ძალაუფლებას. ხო? ოღონდ ახლა რა არის, რომ ამ ენერგიაში რო ვარ მე ტყუილა კი არა ვარ, ეს ბოროტება და ცუდი კი არ არის. აი თქვათ, მე ვარ ცუდი მართველი, რომელსაც უნდა მოუტანო ამ ქვეყანას პუტინი ვარიანტი ავიღოთ. ხო, ცუდი, რაღაც უნდა დავანგრიოს. ინგლისში მას აქვს ძალიან მაღალი დონის ვიზია. ანუ ყველანაირ ნეგატივს აქვს თავის მისია. ხან კარგი ტიპი ვარ, ხან რუხი კარდინალის და ცუდი ტიპის, ანუ პოლარობას თამაშობ. ანუ სამყაროში ეს პოლარობები არის აუცილებელი. თუ წინა ცხოვრებაში აქეთ ვიყავი, შემდეგ ცხოვრებაში შეიძლება იქით გადავიდე. ანუ არ ძალიან კარგი ტიპობა ვარ, არ ძალიან ცუდი ტიპობა. ამიტომ არის ამ ბუდიზმში, მაგალითად ამ აღმოსავლურ ფილოსოფიებშიც, აი საერთოდ გაწევა ყველაფრისგან. ანუ ემოციური დამოკიდებულება რო არაფერზე არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ის ჩაგიშვებს აი ამ პოლარობებში. ხო, ამას ქვია მაია, ამას ქვია ინკარნაციები, მაგალითად მუდმივი ინკარნაციები და ამ პოლარობაში ვირთვებით. ყველაზე კარგი არის ზევიდან დავხედოთ, აი ამ ორივე სამყაროს, ეხლა რაც აგიხსენით, ადრე მოგიყევით მე თქვენ. და აქ ერთი არის, რომ ჩვენ გამოცდილებას ვიღებთ და ზოგჯერ ვამბობენ მე არ მინდა ეს დედამიწა და მაღლა უნდა ავიდე და რაღაცა. აი აქ დედამიწაზე უდიდეს გამოცდილებას აი აქ რო ვიყოთ ჩვენ. უდიდეს გამოცდილებას ვაგროვებთ აი ამ პოლარობებზე, რაც გითხარით, აი ეს უკიდურესი პოლარობები, ნენელე რო დავიახლოვოთ, ამასობაში სული იზრდება ძალიან, მეგობრებო, და სწავლობს უკვე ბუნებრივად დაუახლოვდეს იმას, რომ აი მე როდესაც ახლა როდის ხდება ამ პოლარობების გაერთიანება?
როდესაც ამ ეგრეგორში მე ის გამოვცადე ყველაფერი, აი შრეები რო ავიღოთ ეგრეგორის დონეები, მაგალითად ეგრეგორს აქვს 5 დონე სიტყვაზე. და ეხლა ვარ მესამე დონეზე. ამ ეგრეგორის პოზიტიურ ეგრეგორზე გულისხმობ, ხო? შემდეგი ცხოვრებები მაქვს ისეთი მისიები, რომ აქამდე მივიდე. ამ დონემდე უნდა ავიდე, მაგალითად. აი, შემდეგ ინკარნაციების ეს მაღალი დონე რა არის საჭირო ამისთვის? მე როლები ნახა ძალიან ბევრი, როლური თამაშები მქონდეს, მაგალითად ინკარნაციული. ერთ ცხოვრებაში, მოდი აი ესე ვთქვათ. აი, რომელი ავიღოთ ახლა? შტაინერიც ყვებოდა ხშირად ამ რეინკარნაციულ თემაზე. ერთ როლში, აი თქვათ, ჩემ შემთხვევაში სულ ვიბრძოდი სადღაც. ერთ შემთხვევაში ვარ მებრძოლი სულიერ დონეზე, სადღაც სულიერ დონეზე რაღაცა სხვა შორის მე მინერალებზე მინდა ჩაგიწეროთ ვიდეო და სხვა შორის ჰიპნოთერაპია სულ თავიდან ეზოთერიკაში მინერალებით მოვედი და თავარი ამათმა გამიყვანეს ასტროლოგიასთან ყველაფერთან. და ერთ-ერთ ინკარნაციაში ნახე რომ მე ამ კრისტალებით ჩვეულებრივ ენერგეტიკულ თითქოს აი ამ კრისტალებით როგორც ინფორმაციულ ტელეფონს ისე ვიყენებდით რა, სხვა სამყაროებზე ინფორმაცია, ხა ცოტა ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და ეხლა მინერალებს ეგრე უყურებ, რაღაცა ინფორმაციის მომცემს, ესე რომ ვთქვა. ერთ ცხოვრება გამოვიარე ეს მაგალითად გამოცდილება, მინერალებთან ურთიერთობა, საიდუმლოსთან ურთიერთობა, ეზოთერიკა, დაფარული, ეს ყველაფერი, მინერალები, ეს ერთი ინკარნაციული გამოცდილება. მერე თითქოს ნახე, მეომარი, ვთქვათ, მოგზაური, აბა იქ რა იქნება, აბა იქ რა იქნება. მესამე ვნახე, ანუ მოგზაური მეომარი. მესამე გამოცდილება, როლი, ესე რომ ვთქვათ. მერე ნახე ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან, ანუ შემდეგი 3, 4, 5, 6 ვნახე, აი ამ მეომარს რომ მისტირის რატო წამოვედი მე ამ სამყაროდან. აქვს ნეგატიური გამოცდილებები, სადღაც რო ცდილობს თავისი ადგილი იპოვოს ამ სამყაროში, მაგრამ ამ პლანეტას მისტირის. ეხლა აი ჩემს მარტივ გამოცდილებას გიყვებით, რა ვნახე. შემდეგ მოდის უკვე სულიერი ინკარნაციები თითქოს, ანუ ეხლა რასა გიყვებით ამას. წარმოიდგინეთ 9, მერე 10, 11, აქ შეაჯამეთ თითო ინკარნაციიდან ერთი დიდი როლი გვაქვს როგორც გამოცდილება. აი რაც უფრო ბევრი გვაქვს ესეთი გამოცდილებები, მეგობრებო, ხო, ამ ეგრეგორთან უფრო მყარად ვართ, უფრო გამოცდილებას ვიძენთ, უფრო ფართოვდება ეს ეგრეგორული დახმარება, მაგალითად სამყაროდან შესაბამისად ნეგატიურ ეგრეგორთან ავტომატურად გვაქვს, იმიტომ რომ აქ რო ვიყავით, რაღაცები იქ ხო ქვეცნობიერში მიდიოდა, პოლარობები ავტომატურად, ხო? ავტომატურად იქ ჭრთილი, აი აქ, აი იგივე ჭრთილი იგივენაირად ვლინდება, ავტომატურად. ხო? ესე იგი, მაგ გამოცდილებები, მაგ ამ გამოცდილებების შედეგად ჭრთილები. ესე იგი, თან კარმა იზრდება, კარმა დიდდება, გამოცდაც ღრმავდება, როგორც პირველ კლასში უფრო ლაითი იყო პროგრამა, მეორე სკოლაში ცოტა გართულდა. და ახლა უნივერსიტეტში რო უნდა გადავიდეთ და იქ უკვე უფრო რთული რაღაცეები გვეძლევა. ანუ მეც უნდა განვითარდე, რომ ახლა უნივერსიტეტში რაღაცა რომ მოვწვა, მე მეორე კლასელი რო ვიყო, ვერ მოვწვა, ხო? იქ არ მაქვს ამდენი გამოცდილება. მე ადრეც რო გითხარით, რომ მეხუთე პირობითად ან მეორე ინკარნაციაში რო არიან და მეათე ინკარნაციის პროგრამა რო უნდათ დაძლიონ თქო, ესეც პრობლემა არის, ხო? ვერ დაძლევ ამას. და უნდა გიწყობდეს ხელს ინტელექტი, ინკარნაციული გამოცდილება, ეგ იგივე ინტელექტი არის, აი როცა ადამიანს შევატყობთ, აი კარგად არის, რა გაცნობიერებული სულიერებაც ესმის, მატერიალიზმიც ესმის, აი ამას კარგ სინთეზს უკეთებს, აი შეხედავ და ნუ სხვა დონეა, ხო? ავტომატურად ფიქრობთ, რომ აქ ინკარნაციული გამოცდილება გაცილებით მეტია. და თუ ახლა შეხვედრი ხართ თქვენ, აი ძალიან ისეთი მჭხიბაური დონის ეზოთერიკოსობა, ხო, კუდიანობას და იმას რო ეძახიან, მანდაც გასაგებია უკვე რა ხდება, ხო, სიტყვით. თუ შეხვდებით ექიმს, რომელიც ახლა გონზე არ არის, იქ რა გააკეთოს და მეტყველება არ აქვს წესიერად და ნუ უკვე გასაგებია რომ რაღაცას ვერ ისწავლიდა წესიერად, ხო? ანუ ზან სისტემას მიყვება. რაც არ უნდა დიპლომი ქონდეს, მიხვდები რომ ეს არ უნდა ენდო. ხო? აი ძალიან მარტივად ეს არის, აი ზუსტად აი ეს თემები.
ამიტომ აქ ეგრეგორში ძალიან მნიშვნელოვანი არის რამდენი გამოცდილება გვაქვს მიღებული. ეს გამოცდილებები არ ნიშნავს რომ მაგარი ვარ, აქ მთელი პოლისებიც მოყვება. ხო, ამ ყველაფერს და მოყვება ბევრი დაუმუშავებელი კარმაც, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ სული მდიდრდება, სული იღებს დიდ გამოცდილებებს და ამ გამოცდილებით აი ეს ორივე ეგრეგორული ენერგეტიკაც შესაბამისად დიდდება, მაგრამ ამ პოზიტიური კარმითაც აი ამ აქეთ რო გაგიხსენით სულების მთელი უკან ეგრეგორს თუ ჩვენ ვემსახურებით, რაც ჩვენია, ოღონდ აქ ახლა ერთი რაღაც შემოდის, რომ აი ამ ნეგატიურ ეგრეგორთან რამდენადაც სწრაფად გავდივართ, თუ ეგრევე ვეშვებით, ანუ ჩაირთო სელენა, ჩაირთო ლილიტი ავტომატურად, აი უყურებ ხოლმე ამას, რომ აი გგონია, რომ სელენა რადგან არის მორჩა, აქ უკვე ბოლომდე, როგორც კი აი სულს უნდა შევხედოთ, ჩვენ თავსაც უნდა შევხედოთ, როგორც კი სელენა ერთვება, არ შეერთვეს იქვე აი ეს ნეგატიური ეგრეგორი, საიდანაც მოდის ენერგოდამბინძურება. შეიძლება ჩემგან არ მიდიოდეს, მაგრამ გამტარი ვიყო, როგორც ლიტუბზე გითხარით, ხო, სადღაც რომ მე შეიძლება თავი გამოვიტენო ვიღაცის მენტალური ნაგვით. და რატომ? ესე იგი მე სადღაც გახსნილი მაქვს ენერგეტიკული ველი. და ყოველთვის აი ეს შავი მთვარის თუ ლილიტის თუ კარმული ასპექტების ენერგია ეგრეგორი, აქ ყოველთვის ენერგოდაბინძურება მოდის. ეს ხრელი უნდა ამოვავსოთ, ხო, ნეგატიური ხრელი. აი ამაზე როგორ უნდა გავიდეთ? რა თქმა უნდა, აქ უფრო სიღრმეებში არის ჩასასვლელი ხოლმე ეს ზედაპირული ფსიქოლოგია, ახლა მაინც არ მუშაობს. ახლა აგიხსნით ძალიან მოკლედ და უკვე დავასრულებ, იმიტომ რომ დიდი ხანი გაგვივიდა. აგიხსნით ახლა როგორ მუშაობს ამას ხოთი შორის ერთ საჯარო ლექციაზე შემოგთავაზებთ ამ თემას უფრო ვრცლად, უფრო პირადი გამოცდილებებითაც და მინდა რამდენხანია მინდა გავაკეთო საჯარო ლექცია. და აი ხა მოკლედ აგიხსნით, როცა ვლაპარაკობთ ხოლმე კარმულ გამოცდილებებს და აი ამ ეგრეგორთან შეჯახებებზე, როცა უნდა ვილაპარაკოთ. აი სქემა როგორ მუშაობს, იცით? ახლა ვცდილობ მარტივად რომ აგიხსნათ, იმიტომ რომ ეს ისეთი ის არის, სხვა ჯგუფური ისა მაქვს, ტრენინგი მაქვს სატურნ ნეპტუნის შეერთებაზე, სერიოზულად გადატვირთვა ხდება ენერგიის ამ პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფი შევსებულია. იმაზე მეტი და ძალიან ისეთი ვრცელი დიდხნიანი ტრენინგი მელის და ამ ტრენინგზე ზუსტად ისეთ რაღაცებს გავდივართ ხოლმე ამ ეგრეგორებთან ენერგიას, ამ კარმულ კავშირს ამ ეგრეგორთან და აი როცა ენერგეტიკულ გასუფთავებას ლაპარაკობ ხოლმე, აი როგორ აგიხსნათ. აი აქ არის აი ენერგეტიკული გარღვევები. აი თქვათ აურა და აქ ეგრეგორზე, რასაც გულისხმობ, აქ სადღაც არის გარღვევები ენერგიის. ან ვიღაცას ვართმევ ამ ენერგიას, ან ჩემგან გადის ეს ენერგია. ეგრეგორულ დონეზე ეს ესე ხდება ხოლმე. აქ ძალიან კარგად მუშაობს წარმოსახვითი თერაპიები, ფსიქოლოგიურად, აი ენერგეტიკული პრაქტიკები, როდესაც ამ ენერგიას ვეკონტაქტებით და ხშირად ჩემთან ჯგუფი, აი როცა ინდივიდუალური, აი ხელმეორედ თუ მოდიან ხოლმე მაგალითად, ხო, აი ინდივიდუალურად უფრო აი ესეთ თერაპიებს ვაკეთებთ, ენერგეტიკულად ველის დახურვა, მაგალითად, ენერგეტიკულად ველთან კონტაქტი, აი ამ ხაც დაზიანებულ ეგრეგორულ ენერგიასთან კონტაქტი, ჩვენში რა არის გადინებადი, აი როცა ვიღაცის მენტალური ენერგია შემოდის ჩვენთან, მაგალითად, ხო? და მე სხვის მენტალურ ენერგიას ვისრუტავ, ესე იგი რაღაცა ხდება ჩემში, ხო, სადღაც მაგ ეს ღია. რატომ აქ ღია? მანდ უნდა წავიდე, ხა ზედაპირული ფსიქოლოგია დაიწყებს ეგრევე რომ დედიკოსგან რაღაცა გეწყინა, რომ თქვი და იმან არ მოგისმინა. ხა ეს კარმული ასტროლოგიით ცოტა მიამიტური შეხედულებები არის, ხო? და მაგიტომაც არის რომ ფსიქოთერაპიულად ბოლომდე ვერ მკურნალობენ და ვერ გადიან ბოლომდე, ხო? და აი კარმული ასტროლოგიით, ეზოთერული მიმდინარეობი და პლუს ფსიქოლოგიას თუ დავამატებთ, ეს უკვე სინთეზურად ძალიან კარგად მუშაობს ეს ენერგია და აქ უფრო ენერგეტიკული კავშირი ხდება. რატომ აქ ეს ღია მაგალითად? ახლა სელენა ლიტი თევზებისა და ლიტი ქალწულის თემაში ორივეგან სიბინძურე და ქაოსი არის. სიტყვები პირდაპირ არის ქაოსი, სადღაც რწმენა ან არ რწმენა. აი რომ მოусმინოთ ხო რამდენი ისა მაქვს კონსულტაცია გავლილი, ორივეს ერთი სიტყვები აქვს საბოლოო ჯამში ხოლმე გამოყენებული. ერთს უყვარს დეტალებზე და წვრილმანებზე
კონცენტრირება მეორე სულიერ წვრილმანებში და იმებში არის, არა ფანატურად. ორივე ფანატურად მიყვება იმ თავის ენერგიას, ხო? იდეა რო აგიხსნათ სიტყვაზე, ხო? აი ამ ენერგიებთან მივიდივართ კომუნიკაციაში. უნდა დაველაპარაკოთ, რა სიტყვებს ჩვენგან ეს ენერგია, რა არის არარეალიზებული, რა კარმული ასპექტი არის, რა უნდა ჩაიხუროს აქ კარმაში, ხო? აქედან გამომდინარე გავდივართ უკვე ენერგოსტრუქტურას ხურავთ სადღაც. და ნუ როგორ აიცით რომ თუ ყველაფერი ხა 100%-ით არ მოხდა თავი ის არის რომ ჩვენ სადღაც დავიწყეთ და ეს აღარ იქნება აი ასაკში ვარიან უკვე და აი უკვე ისე ყავს ჩათრეული ამ ენერგიას რომ იქიდან გამოსვლა უკვე ჭირს ხო იქამდე მაინც არ მივალთ სადღაც ვიცით აი კონტაქტზე ვარ მე რომ რაღაცის მეშინია და რაღაცას ვერ უშვებ ზუსტად ვიცი რისი მეშინია და რას ვერ უშვებ რომელ კარმულ ასპექტთან მაქვს ურთიერთობა ვიცი და შესაბამისად ვიწყებ უკვე საკუთარ თავზე მუშაობას იმ მომენტში, რომ ვიცი რომ ეს ამ კონკრეტულ სიტუაციამ დაამიტრიგერა უძველი ემოციები და ეხლა ამ შემთხვევასთან არ არის მაინც კავშირი, ხო? აი ეს როცა ტვინით კი არ ხდება, უკვე შინაგანად ხდება გაცნობიერება, აი ამ ეგრეგორთან, ნელა ნეგატიურ ეგრეგორულ ველთან, ესე რომ ვთქვათ. ნელა ხდება აი კვების შემცირება. აღარ კვებავთ ბჭყალებში, რომ ვთქვათ, იმ ენერგიას. ის შიში იქნება, წყენა იქნება, ბრაზი იქნება. აღარ არის იმდენი ჩვენში, რამდენიც იყო, ხო, ან პოტენციურად, ხო, იმიტომ რომ კვება აღარ ხდება. ჩვენ თუ იმას აღარ ვაკეთებთ, რაცაც მაგალითად შინაგან კარმულ სტრუქტურაში ადრე ვაკეთებდით, ხო, ის ნენელა გადის ჩვენგან და ნენელა თავისუფლდება ენერგია. და ამას ვამბობთ ხოლმე, რომ უკვე ლილიტის ენერგიასთან აღარა ვართ ინტეგრირებულები. ახლა ზოგს რო უყურებ, აი თლიანად ლილიტს ზის. ეს შეპყრობილი ყავს ლილიტის ენერგია, სატურნის ენერგიაში ზის, შიშები, წყენები. ახლა ეს ლილიტი ყველას შეიძლება ერთ ზონაში ყავდეს, მაგრამ აქტიურებს მას ხო პლანეტები. ანუ პლანეტარული ენერგია როგორც აქვს, ზუსტად ისე აქტიურდება. და ამ პლანეტებსაც რო უყურებთ, ვერ გადავლახავთ იქ სატურნს, ვერ გადავლახავთ იქ ურანულს შფოთვას მაგალითად, იქ იუპიტერულ განდიდებას საკუთარი სურვილების მაგალითად, ხო? და ეს იწვევს მერე აი ამ ეგრეგორების დონეზე ჩაჭერას, ისე რომ ვთქვათ, ხო? ყველა სფეროს თავისი ეგრეგორი აქვს. ამ ყველა ეგრეგორთან გვაქვს რაღაცა კავშირები. ან ნეგატიური, ან პოზიტიური, ან უბრალოდ ნეიტრალური. ახლა აი მართალი რომ გითხრათ, სამედიცინო სფეროს არ არანაირი ის არ მაქვს კავშირი, არაფერი არ მაქვს ამ ქალწულის ზონაში მაგალითად და ჩემი კარმული კავშირი სულ იყო რაღაც სიღრმეები, ეზოთერული სფერო, ემოციები, ბრძოლა, რაღაც ლიდერობა სიტყვაზე, აქეთ არ წავსულ არ მაინც. შესაბამისად, ამ ეგრეგორებთან არაფერს არ ვიღებ, არც კარგს არც უს. ახლა მე რომ სამედიცინოში წავიდე, იქ სიცარიელე მექნება, ეგრეგორი არ მეძახის. არ არის მიზიდულობა, ხო? არ არის აქ არაფერი, სიცარიელი არის, იმიტომ რომ აქ არაფერი არ გამიკეთებია მაგ ეგრეგორში. ჩვენ ტრიალებთ აი ამ ესე კარმულ, ანუ სული რომ მოდის რომელიღაც ინკარნაციაში თავიდან რომ იწყებს ამ ეგრეგორთან, ანუ უკვე რაღაც მას მისია აქვს და ჩაშვება ხდება ამ ენერგიებში, ხო? და შესაბამისად აქედან ყალიბდება კარმული სტრუქტურები. და ამ კარმულ სტრუქტურებს მივყვებით ჩვენ ესე ფონად. ახალი ესეთი გრანდიოზული რო გითხრათ, დიდად არაფერი არ ხდება, სანამ თელ კურს არ დავხურავთ, ხო? ესე რო ვთქვათ, ხო? ძალიან დიდ კურსთან, ძალიან დიდ ენერგიას. ამიტომ აი ესეთი ეგრეგორები გვეძახის, რომელიც ან მავნეა ჩვენთვის, ან პირიქით პოზიტიური არის, ხო? სად შეგვიძლია ჩვენ დავაგროვოთ პოზიტიური კარმა, სად ნეგატიური კარმა. აი ხა აი ამ იმუნებთან ძალიან დიდი მაქვს რომ პოზიტიური კარმა დავაგროვე. რაც მე ამათ გადავყევი თან და რაც მე ამაზე ვინერვიულე. რომ კაკეთ კოჯანჯუდადი კომალდლა ძალიან იყო, აი უმძიმესად იყო და ექიმები დამეხმარნენ ძალიან სხვადასხვა აი ისეულიდნენ. და ეხლა მართლა აღარ იქნებოდა ცოცხალი ეს შტერი ესა. ისეთ ცუდად იყო. მოკლედ, აი ეს არის ეგრეგორების თემა. იმედია რომ დაგაინტერესათ, იმედია რომ საინტერესო მოხსენი, იმედია რომ გასაგებად ახსენი და ველოდებით თქვენ კომენტარებს, ველოდებით თქვენს შეფასებებს და დროებით მეგობრებო.